დაგიბრუნდები. ბესო, აი ოპონენტი ამბობს, რომ ჩამოშლილი არის ხელისუფლება, რომ პრაქტიკულად გვისმენს ჩვენ ბატონ დავით ახლა არ უთქვას, მაგრამ მოგვისმენია, რომ აი დღეები დარჩა ქართულ ოცნებას, რომ კრიზისში ყავს ქვეყანა შეყვანილი. რა შეგიძლიათ უპასუხოთ თქვენ? რეოლოგში ძალიან შეგნებულად მე არ გავაწყვეტინე დავით საუბარი. ანუ პარტია დაასახელეთ, მე მგონი დავით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. იყო, აი ახლა აღარ არის. ახლა არის ნიკა გვამარამია, მელია. გასაგებია ხო რა მშობა იგივე. დავით ერთუთ მე არ გაგაწყვეტინე, მე არ გაგაწყვეტინე. ზრდილობა იქონია და მომისმინე. ზრდილობა ჩვენ ქალაქში არის თავში და მომისმინე წინა გამოსვლაში 1.5 მილიონი კაცი ეძახებს ხრები. კორექტულად. მე ვარ კაცი, ერთი წუთი კი არა, ბიჭო, ხელი ჩაწია და მომისმინე ყურა. ძველი ბიჭი, ვინ მომისმინე? ძველი ბიჭი კი არა, მომისმინე ახლა. ძველი ბიჭი კი არა, ახლა ყურადღებით მომისმინე. 2011 წელს შენმა ნაძირალა პრეზიდენტმა და შენმა ნაძირალმა ნაციონალურ მოძრაობამ. მე და ჩემ ოჯახს გადაგვიარა. ხელი ბიჭო და მომისმინე ყურადღებით. შენ ძმა. ეხლა მომისმინე დავით. ჩემი დახოცილი ძმაკაცების სახელი. შენი დახოცილი ძმა. 26 მაისს რო წერზე შემოაწყეთ. შენი ძმაკაცები. კი, ჩემი ძმაკაცები იყვნენ. ჩემი ქუჩაში დახვრეტილი ძმაკაცების სახელი. ქუჩაში დახვრეტილი. 150 ბიჭი, სანდრო გირგულიანის, ბუტა რობაქიძის. ჩემი ნაწამები, ციხეში ნაწამები ძმაკაცების სახელი. ეხლა სანამ თავი გადაგიგელიძე, ვილობიანად მოიქეცი. ეს ხულიგანია. ხულიგანი კი არა. ხერო კიდე ხმას იღე. ხერო კიდე ხმას იღე. ხულიგანი არ ამოვიგე. არ შევე პასუხე უსმენ. ხონდა იმის დილობა და მოეწყო. კორექტულად. ვიდი ბიჭო შეუყევი. ერთი წამით, რა საკეთებ ხალხო? აი გარანტა ბესო რა არის ახლა? მოდი სუფთი მაყურებელს. ერთი წამით კორექტულად. რეკლამაზე გავიგეთ. თუ შეიძლება. ამის საპლატოს ადარიან. მილიონი ნახევარკაც გვეძახის ხრებს, მაგრამ კათამილი. თუ შეიძლება გავიდეთ ტექნიკურ ჭრაზე და შემდეგ უკვე გავაგზავნებთ